ოჯახური მედიცინის ცენტრები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, რამდენიმე კვირაში ექიმები ვირუსული ინფექციების კიდევ ერთ პიკს ელოდებიან. მედიკოსების რეკომენდაციები ამ შემთხვევაშიც უცვლელია. პირველივე სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. 6 თვის ნუცა გართულებული გრიპის ვირუსის გამო უკვე მესამე დღეა იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ჩვილი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანეს. შეგვეშინდა, რადგან პატარა ადამიანს იცით, რომ ვირუსული ინფექცია გადადის ფილტვებზე. აქედან გამომდინარე, გადმოვიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით. და აღმოჩნდა, რომ უნდა დაუწყვეთ, ანუ და სახლში პირობებში მკურნალობას არ ექვემდებარება. ნუცას გარდა იაშვილის კლინიკაში გრიპის ტიპის ვირუსზე 42 ბავშვი მკურნალობს. ეს ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა გრიპის ახალ ტალღას ექიმები თებერვლის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. 1000-ზე მეტი პაციენტია კლინიკაში შემოსული, მომართული, რომელთაც ჰქონდათ გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების დიაგნოზი. მათ შორის 500-ზე მეტი მათი მდგომარეობა იყო მძიმე, იმდენად მძიმე, რომ მათი სამატყოფაში მოთავსება გახდა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შემთხვევები შედარებით შემცირებულია, ჩვენ ნავრთვლით, რომ დამთავრდა გრიპის სეზონი, რა თქმა უნდა, ჯერ შემთხვევების მატება კიდევ იქნება. ეგრეთ წოდებული გრიპის ვირუსის ახალი ტალღის პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება სკოლის ექიმების გადამზადებაც. არდადეგებს ვიყენებთ იმისათვის, რომ სკოლები დამუშავდეს, დეზინფექცია გატარდეს, სრული წესით დამუშავდეს შენობები და რაც მთავარია, სკოლების ექიმებისათვის იქნება სპეციალური საინფორმაციო კურსი, რომელსაც ჩაატარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პრევენციული მიმართულებით, ასევე როგორ უნდა იყოს პირველი რეაგირება სკოლის დონეზე, როდესაც შეამჩნევენ, რომ რომელიმე ბავშვს აქვს უკვე დაავადების ნიშნები. გრიპის ვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც გახშირდა. 112-ში სასწრაფო დახმარების მსურველთა ზარების მატების გამო ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახური მედიცინის ცენტრების 24 საათიანი მომსახურება ამოქმედდა. მეორე, ესე ვთქვათ, პიკი შესაძლებელია იყოს თებერვალში. თუ დაფიქსირდა მატება დაავადების მაჩვენებლის, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ თებერვლის ბოლომდე 24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრების ფუნქციონირებას. მაღალი ტემპერატურა, სურდო, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს ის სიმპტომებია, რომლის შემთხვევაშიც პაციენტის იზოლაციაა საჭირო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით გრიპის ვირუსის პირველივე სიმპტომისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი. ან ესე მიიფარა ხელი, რომ დაახვალა დააცემინა, მე ჩამოგვართვა ჩვენ ხელი. ან დადო სადმე. მე ჩვენ იქ მოვკიდეთ ხელი და მე ესე გადაგვეო ჩვენ. აქედან გამომდინარე, ხელებს თუ დავიბანთ, ანუ ხელების დეზინფექციას თუ მოვახდენთ, პრობლემა აღარ იქნება. რეკომენდაციას უწევთ აცრებს სეზონის დაწყებამდე, სადაც ოქტომბერი, ნოემბერი. პირველი რეკომენდაცია ეს არის, ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში და ჯანმრთელი უნდა წავიდეს სამსახურში, სკოლაში თუ სასწავლებელში. სოფლიოში ვირუსული დაავადებების პერიოდი ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. ვირუსისათვის განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს ბავშვები, მოხუცები და ორსულები წარმოადგენენ.